ჯერ ერთი ვნახოთ რა ხდება გელათში მონასტრის რეკონსტრუქცია როგორ მიდის მე თვეში ერთხელ ავდივარ იქ და გული მიგვდება მაგრამ არ გამოვდივარ ტელევიზიით და არ ვლაპარაკობ ამას მაგრამ ეს ჩვენი სულის ნაწილია გელათი როგორადაც გელათს ამ ბოლო პერიოდში და ამ 20-25 თუ რამდენი წლის განმავლობაში მოეცნენ ეს ბარბაროსულია ეს ჩემი პოზიცია არ არის მარტო დარწმუნებული ვარ მე ამ ბოლო დროს რომ ვიყავი აი აგერ შობის ღამეს როცა ვიყავი და შევედი იმ ტაძარში და ვესაუბრე იქ ესე იგი აი საბრძოლოების წარმომადგენლებს და ბევრ სხვას სასაული რამეები მოვისმინე დღეს ამაზე არ ვსაუბრობ მე არ მინდა რომ გელათს ესაუბრით რა მე ავტორიტეტი უბრალოდ მინდა ხმამაღლა ვთქვა რომ ჩვენ არავის არ ვაწუხებდით თბილისში და გადახურვას და ამას ჩვენ თვითონ ვაწესრიგებდით და ვერავინ ვერ მეტყვის რომ გელათში წყალი ჩამოვიდა 2003 წლამდე ოდესმე და 2003 წელში როდესაც ჩვენ ბაგრატის 1000 წლისთავის აღნიშვნა იყო სერიოზულად მივეხმარეთ და ჩვენი ბიუჯეტიდან ქუთაისის ბიუჯეტიდან მილიონები კი არა ათეული და ასეული მილიონები დახარჯეთ და პრაქტიკულად როგორი მდგომარეობაა